ძაფებს ჭამდი ხოლმე. ჭანტურა თაუერში რო ადიხარ. ლიფტში ორლარიანი ჩავაგდე იმის გამო რომ მინდოდა სწრაფად დავსულიყავი. არ არის უნდათ განახდი. კონსერვატორიის მესამე სართულზე გაიგეს, ახლა ეს ხომ რა. მეტი სიზარაძე გასარჩენად ინაღამ ერთი ბოგდანი ხალხი გავწევთ. ეს ბაქი ბუქობს მაგრამ. სა. დავიწყოთ? მედი. რა ვიწყებთ რა? მოგესალმებით ჩვენო ცუდო მეგობრებო. როგორც იქნა დაგიბრუნდით, ისევ ახალი ეპიზოდით, ცუდი დეტექტივის ახალი ეპიზოდით და ჩვენი სტუმარი არის მონატრებული ზურა ლეკიაშვილი. მივესალმოთ. როდის მოენატრაც? ხოდა მეგონა მონასამბობდა. შემაცოლევინის ბოლო წამში ეგრევა. ერთი ცუდი ამბავი მაქვს და ვсё, კაი არ მაქვს. ამას ენატრები ხოლმე. როგორ? ხალხისთვის მონატრებული. აი დაწერენ ახლა კომენტარებში, რომ ზურა ძალიან მოგვენატრება. მე უეჭველი დავწერე. ესტონელი ხალხისთვის მონატრებული. როგორ ახრი? ნო, საკაი. შავცხოთ? კი. მოგლეთ, ესები ძალიან მარტივია. მე გეტყვი რაღაც დებულებას ჩემი ისტორიიდან და აქ იქნება ეს ისტორია სიმართლეა თუ ტყუილი. შენ დამისვა რამოდენიმე კითხვა და მიხვდა სიმართლეა ტყუილი. ესენი იღლისნება, და ასენი ვერ დაიდება, ნახვები ექნება, კომენტარები ექნება, გავაზიარეთ, სპონსორი მოვა შენთანაც, ჩვენთანაც. გამოიწერეთ, მოდი, პირველ რიგში ზურას არხი გამოიწერეთ, ზურმარილი. ძალიან მალე სიახლეებს ელოდეთ, ან არ ვიცი ჩვენ ამას როდის დავდებ, შეიძლება პირიქით უკვე დადო რაღაც ძალიან მაგარი და ჩვენიც გამოიწერეთ. ჩვენ ავთ ეს ხალხი რომ ჯერ პირველი ჩვენი ვთქვათ, ჩვენც. დავიწყოთ? მოგეთ. ჩემი ისტორია არის აი ასეთი, რომ ბავშვობაში, შენ ბავშვობაში. ჩემსაში. და რა, შესაძლოა. ძაფებს ჭამდი ხოლმე. აჰა, საჩოვურთხა. ძაფ. მე ჭამდი ყლაპავდი? ხო, ყლაპავდი რა თქმა უნდა. არა ფუთხებდი. არასდროს. სხვადასხვა ფერის თუ გადაგიყლაპავს და მე წინ დაგაგები. აი ნახე, ჭამდი ისეთი არის ხა ძალიან ჭამდი, მაგრამ ანუ აი რაღაც პერიოდი მე ავსებოდა ხოლმე ბავშვობაში რო ვიყო რაღაც სადილზე და ისე კი არა, უბრალოდ სერიოზულად გეუბნები რაც მახსოვს, აი რაღაც მოუწყვეტავდი ხოლმე, გადავყლაპავდი, მოუწყვეტავდი, გადავყლაპავდი. გორგალიდან. მე მეგონა ხიდან. ალბათ ნახლა ჭამდი. მე მგონია. შენ ისეთი ტიპი ხარ, რომ კომპლიმენტი ვითხრა ახლა. შეიძლება ვკითხო, ყველაზე გრძელი რა ხელა ძაფი გიჭამია სამას გავი. შიერზე? არ მახსოვს ზურა ეგრე რა. ანუ აბრეშუმის გზაში რევია საკ დიდი წვლილი შეტანილი და პატარა ვიყო, მე ვასწავლე ძაფების ჭამა, ანუ არა პატარა მხება. ალბათ აი რაც ჩემი თავი მახსოვს, აი 5-დან 24 წლამდე ვთქვა, ახლა არა, 5-დან 7 წლამდე ახლავით ეგრე რა. მე როგორც მახსოვს, მე დამინახეს და მაგრად მომცხეს. ზაფების კრიზისი წამოვიდა კაი და რავი, რევი გენდობი და ალბათ ჭამდი რა. შენ გინდა რომ შედეგით მეგობარი ყავდეს ვინ ძაფებს ჭამდა? ნახე აბა. კონვერტში ჩაიხედა. მე მგონია რომ ტყუილია. ნუ სიმართლე ყოფილა. მაყურებელსაც ვანახოთ. შონა ბავშვ, არაფერი ბიჭო რა არაფერი არ არის, მოსულ ძაფის ანუ პატარა ამხელა ძაფის მოწყვეტა და ჭამა ანუ არაფერთვის ცუდი არ იყოს, ანუ დედაჩემი არ დამინახა. წინაზე ეგ თერმომეტრი აჭამე, მანამდე სარცი მერე კაი საჭმლის გარდა ყველაფერს ჭამდა. მოხარშული იყო 93 წელს ვარ დაბადებული ამიტომ. იმაკვირვებს მომენ. ხშია შენ ესე იგი. დას ბავშვობიდან ხშიერი ხარ. ეგ არის ბიჭო, ეგ არის რა. მე ჩემი კლასელი ვართ, სად ვართ? არ მახსოვს. კობულეთში ვართ, გამახსენდა. ამას ისე ყვები რომ სიმართლე გეგონოს, რომ თან არ მახსოვს და რესტორანში ვართ, რესტორნამდე უკვე მთვრალები ვართ. ფული გვაქვს, უბრალოდ არ აქვს, უბრალოდ ახალგაზრდები ვართ, პატარები ვართ და გვინდა რაღაცების გაფუჭება ხოლმე. და უცბად მოხდა ის რომ სადღეგრძელოს მომდით ორნი ვართ რა და ვიღაცებს ველოდებით კიდე და ფეხი აპტეკით სადღეგრძელოსო და ამ დროს წავიდა დენი და უკვე იქ კარგად ყვა გადახდილი ბევრი და ხო წავიდა ამ დენი რო წავიდა ვიცით რომ აღარ მოვა კაი ხანი ბნელა უკვე იქ ხო და ჩვენ უკვე ბევრი ჭამეთ დავლიეთ და სახეს არ ვიტყვი დავუშვათ პირობითად ანზორი ქვია ანზორი ხო გავიდით ახლა ვერ დაგვინახავს მეთქი და მე მოხდა ეგეთი ფაქტი მე ჩვენ გავედით თუ არ გავედით ეგეთი რაღაცა ანუ შუქი ჩაქრა და თქვენ შუქი ჩაქრა და გავედით თუ არ გავედით მოკლედ
თუ გახვედით სიმართლეა, თუ არ გახვედით ტყუილია? ხო, ეგრე ჩავთვალთ რა, თუ გავედით. აი ამ მომენტში შეიძლება გადაწყვეტოს ფორმატი, იმიტომ რომ ზურა უნდა რომ შენ ის კაცი ხარ, რომელიც გაიპარება ეგეთ სიტუაციიდან? კი. კარგი ვასწავლე. შენ სიმთვრალეში ის კაცი ხარ, ვინც გაიპარება ამ სიტუაციიდან? სიმთვრალეში არა. მანტრალე იყავე. მანტრალი ვიყავ. რის სადღეგრძელოს ვსვავლით? ნახე სადღეგრძელოს ვსვავლით. ეგრე არ მას. ვაშკაცობა ხო არ იყო და ატიოსტების სადღეგრძელოს და ავადენა. იმი გაპარვი სადღეგრძელო იყო. მე შენ გიცნობ ასე თუ ისე, შენ სიბნელეში კი არ გაიპარებოდი, სხვა სუფრებთან მეყვიდოდე. ასე მგონია. ეგ იდეა შენ წამოჭერი რომ გავიპაროთო თუ ანზორმა პირობით? მე წამოჭერი. ანზორი გეწინააღმდეგებოდა თუ არა? კართან ელოდებოდა. მე ხო უნდა გამოიცნო წახვედით თუ არა, შეიძლება მითხრა მეწინააღმდეგებოდა? არა, მე ისტორიის გაგრძელებას მოვყვები და. აჰა. რა მე მოხდა? მგონია რომ შენ ის კაცი არ ახარ. ხო. მე ასეთად გაგიცანი ჩემო ზურიკო, რომ აი ამე ჩაქრა და გავიპაროთ. წავედი ეგ მითხარი. არა. მაშინ სიმართლეა. გამოვიცანე? არ წასულხარ. რა. ამოვიცანე. რა იყო და რაც თქვი ზუსტად შუქი აინთო და გადავიქიქრეთ. აი ალბათ არ წავიდოდით რა. ეგ არის რა, ანუ ადამიანთან ურთიერთობა. ახე მე მეგონა რომ გაიპარა, მაგრამ ამ ადამიანს ვერ ვიტყოდი, კაი, მე ურთიერთობა აღარ გაგრძელდებოდა რა ჩვენი რა. როგორ იყო მარტო? ვიღაც გოგოებს ველდებოდით, ვიღაც რა კონკრეტულ გოგოებს და ეგ იყო რა, ფული ქონდა ოხრად და просто ეგ მინდოდა რაღაცის გაფუჭება, რომ აი რაღაცა. არა, მიხარია რომ შენ ის ადამიანი არ აღმოჩნდი, ვინც სიმთვრალეში ასე. просто წამოვაყრანტალეთ, რომ რაც წავიდოდით რესტორანში. მე სვანაირი პიროვნება ხარ, მადლობა. წუნკალა ძაღლის გადასარჩენად, მეტისი ძაღლის გადასარჩენად, კინაღამ ერთი ბოგდანი ხალხი გავწყვიტე. ერთი ავტობუსი ხალხი გავწყვიტე. კინაღამ არა ასო. კინაღამ კინაღამ არ ითლება. ერთი მარშრუტკა კი იყო, მაგრამ ავტობუსამდე აღარ გაგაჩა. ან ისე იგენი რა ადამიანები იყვნენ? ერთი ავტობუსი ხალხი იყო ბევრი, თუ просто ავტობუსი იყო და ორი ადამიანი. საკმაო რაოდენობს, აი ერთი ავტობუსი რო ეთქმება რა. ხო, რა ავტობუსი ორი ადამიანი ჯდება. მიდი. ბოგდანია თვითონ პატარა ავტობუსი ბიჭო. ყვითელი ავტობუსები რო იყო. ეგ შემთხვევაში სად მოხდა ეგ მითხარი? 1000 წლეული სკოლასთან ლისის ტბაზე. მანდრაგინა და საცოლეს მივაკითხე. ავტობუსში იჯექი თუ არ იჯექი? მაშინ სიმართლეა. ჩვენ რო ჩავერთოთ. მე მობრუნდი. დიაბარები. ბიჭო, რანაირი ძაღლი იყო რა, ფერი ძაღლი, რა ქნა ძაღლმა, რა გააკეთა? რა მოხდა რომ ეჯახებოდი, ალბათ ეჯახებოდი. ეს ვითომ შეყვალებულია საცოლე თემა და ეს სიყვარულის ბუშტი გამსკდარი აქ უკვე რა. და ბარემ ძაღლის გადავარჩინო თემა იყო რა. ანუ იმას ეჯახებოდა რაღაცა. ძაღს ავარიდე და ავტობუსს დავიდე. ახლა უკვე სიყვარულის ბუშტი და აირბაგია გამსკდარი ერთად. ორივე თან. ალბათ სიმართლე უნდა იყოს. ბატონო მომატყუე პირველ შეხვედრას, ახლა იგი სხვა არის. როგორ ნამოსე მაგდეს მეც. ხათაშორის იმ ავტობუსის ძღოლსაც პირველად შევხვდი, მაგრამ დავეჯახე. ხო, იგივე ლოგიკით. ეგო დეტალები არის. ნახე, დეტალები არ გვაინტერესებს. დეტალებს ვამატებენ რა ხდება მაგ დროს? არა, ტყუილები არის, ალბათ გატყუებს ესე. ხო, კაცი ნახე პირველად ახლა ამ ლოგიკას. სულ სტრაფი ზურა. სიმართლე. კარგი. ეს მომზადებული. არ უნდა არიცოდა ესე იგი ყველაფერი. არა, მე მჯეროდა შე. როგორ დაასკვენი მე ეგ როგორ მიხვედი ამ დასკვნა? ანუ საცოლეზე გაიფაქტა რა ტიპი რა. გეგის როგორ გეხვეწები? რა ისა, ანუ გოგო გიყვარს, ესე იგი ავტობუსზე ეჯახი. უკეთილი ხარ, მე იქ ავტობუსის ნახე შენ კითხვა სწორი იყო. ძაღლი გაინტერესებდა, ის ავტობუსში ვინც იყო, არ გაინტერესებდა სავარაუდოდ. ო, არ გაინტერესებდა. რა გავწყვიტე. სიმართლე, ჩემი მიზანი იყო, რომ სიმართლე მეთქვა და არის. პირველად არის ჩვენს დეტექტივის ისტორიაში, რომ ადამიანმა მართლა დეტექტიურად სამოაყალიბა. სამოატყუო. მე ისეთები. პატარა პრეისტორიასაც მოყვი, მაგაზე ძალიან მინდოდა ამის მოყოლა რა, იქ ავტობუსს რო დავეჯახე. ერთი ქალბატონი დაზიანდა რა. და ძალიან ცოტა დააკტა, რომ სერიოზული დაზიანება, ანუ ეგ ნახეთ, რა ქვია, რენტგენი ნახეთ და რაღაცა კისერზე ისეთ ადგილას ქონდა ანაკეთი. კისერი ერთი ხვის არის.
ისეთ ადგილას ქონდა ანატეხი, შეიძლება და პარალიზებული დარჩენილიყო ძალიან ცუდად და ეს ქალი მერე მიყვება რომ მე ვარო სამხედრო ექიმიო, მოყოლებულიო ავღანეთიდანო, რაც ცხელი წერტილი იყო, ყველგან ვიყავიო, ხან ბეტერშიო, ხანო იმაშიო, ტანკშიო და არსად ნაკაწრი არ მომხედრიაო და ყვითელ ავტობუსში ვდებოდიო, კაროჩე. ეგ იყო ამისი პარადოქსია, ეგ მინდა და მომეყოლა კალკული. კავშირ სადაც ვართ, მე და რამდენიმე და ვიღაც ორი ბიჭი გამოდის. რაიცით ცოტა საიმში რომ შეგიყვანოთ მე თვითონ დავიწყე ეს თორთობარი. აქ არის ერთი ბაითი, აქ არის მეორე, აქ მესამე და იქით ალბათ მეოთხე არის. გარეთ ვართ გამოსულები ბაითის გარეთ. მე და რამდენიმე და ვიღაც გოგოსთან ვარ და ვიღაც ორი ბიჭი გამოვიდა. და მე ვთქვარ და თქვენი დედა მოტყან, მეთქი ამორს ვეუბნები. არ ვიცნობ ამ ტიპებს. ხო, რო იცნობ და მოსული პონტია. კი, რაც შენ ახლა ეგეთი ხარ. კი, ეგ სიმართლე არის თუ არა? რამოდენიმე კითხვას დაგისვა მაშინ. ეს გოგონა რომანტიკულად თქვენთან ურთიერთობაში თუ მეგობარი? ხო. რაიმე აგრესია მოდიოდა იმ ბიჭებისგან? არაფერი, просто თავში იდგნენ ჩუმად. შენ რატო შეაგინე მაშინ? ესე ამისგან მიდიოდა აგრესია. არ მომეწონა, რომ არსებობდნენ. ხო. სანამ ესენი იდგებოდნენ იქ, სხვა კადრი იყო და ესენი როდარი კადრი განიხილა. ერთი კითხვა. თრალი ვარ. ინდურს. ეხლა ვენის კლასიკოსებიდან რომელი მოგწონს? თურქის ხებს არ ვარ, ხო? არა ვარ. არა, ბეთჰოვენი, ბახი თუ მოცარტი? ბავშვ, სამი კაი. აი, უფრო რომელი? ალბათ ბეთჰოვენი. აი, იმპრესიონისტი მოწონს. ესე იგი კადრზე მართალი თქვა. კონსერვატორის მესამე სართულზე გაიგეს, ახლა ეს ხომ აი. ბახი რო ეთქვა რა პასუხი გონდა? არა, კადრი. ბახი არ იყო. იმათ რა რეაქცია რო შეაგინე, უცებ გაგეცალდნენ და იგივე პეიზაჟი დაგიტოვეს თუ რაიმე გაგზელება მოყვა. რაო, ეგრეთ წამოვიდნენ. მე არა ძმა. არა, მე ამ გოგონო თქვენი, ამანო თქვენიო. ისე ყვები რომ უნდა გავდეს სიმართლეს. ეგ უცნობი ისტორიაც არ არის ეხლა რა. თითო უბანში შეიძლება თითო ეგეთი მომხდარიყო. ნასვამზე კიდე ხდება ეხლა რა. ძალიან გავს სიმართლეს, იმიტომ რომ იმდენად გულობრყვილო და ესეთი ალალი ისტორია მეც მომსვლია ეგეთი რაღაცა. მაგარი ხალხი ზის მაგიდას თუ რა, ზურა არის მაგიური სახელი, ისე რა იცოდე რა. მე მგონია რომ მაგ კონვერტში რომელსაც ახლა მალავ არის სიმართლე. თქვენ სინაშეა გამარჯვებული. აბა, ახლა მოგვიყევი. ახლა მოგვიყევი. კაი ხასიათზე ვიყავი. ხო და სეირი მოგინდა, ხო? არა, სეირი კი არ მომიდა. ის იყო, აი ნუ 2 hours later. აღარეთე ვა. ანუ შევიგინე, მაგრამ ის არ იყო, რომ ამათვის ცუდის თქმა მინდოდა. ანუ და იმათვის კი ცუდის თქმა მინდოდა. მაგრამ მე ვიყავი ისე ტალღაზე, რომ ამათ არაფერს არ მეჩვედი, უბრალოდ ვიღაც ორისთვის მინდოდა შეგინება. ესენი აღმოჩნდნენ პრიკუბში, უბრალოდ იქ დაემთხნენ და გადავაკეთე ისე, რომ მეთქი ამ გოგოს ინსტრუმენტს დაუშავებ და ეგეთი ხოდით უნდა მიხვიდეთ თქვენ. კაცი. თქვენ კი არ გაგინებთ მეთქი და ჯიგარი ხარ, ჯიგარი, რატომაც არა ზუ, მაგას აგით არის სიმართლე. ნასვამზე ლიფტში ორლარიანი ჩავაგდე, იმის გამო რომ მინდოდა სწრაფად დავსულიყავი. რომელ სართულზე მიდიოდი? მეცხრეზე. სად მიდიოდი? სახლში ჩემთან. ნასვამი ვიყავით. ორლარიანი რა ამბავი. ჩაეტია ზო. არა, გაიჭედა. და მე ფეხით მოვიწი ასლა. მე რამატის ეს კონვერტი რატო მომიწია აქ? იმიტომ რომ დაბნევა მიდის, რომ აი ვითომ სიმართლეა და აი მაგითო ხდება ეგ ყველაფერი. ანუ საიდან აღმოგაჩნდა ორლარიანი ეხება? ძალიან ბევრი ვიშრო მე მაგისტრის რომ 2 ლარი მომეპოვე. არა, ქაღალდის ორლარიანი ჩაკვიჭა შიგ. არა, რკინისკო. მოდიში, სურა რო დააფექსე რომ აქ ვიღაცայի ბავშვობაში დაფებს ჭამდით. ვიღაცები 2 ლარიანი და ეს დანგავდნენ. ეს არა საძმოკაცო და. აგიტო არ ცუდ მეგობრებში. აბა როგორია ორლარიანი? 2 ლარიანი ოქროს ფერია შუაში. როდის იყო? ესე 5 23. ვაიმე. აქ სიმართლე წერია თუ ტყუილი. ეგ ხო ან ერთი იქნება, ან მეორე, ხო? უცილებლად. ის რო არის, იმის კატარო არის.
შროდინგერის ვისო. არა ეს ბაქი ბუქობს მაგითი. აი ორი ლარი გაიქნია. ანუ რაღაცას ყვება, რომელსაც ჩვენ გვაჯერებს ან აქ რა წერია იქ ხო სასიმართლეა, მაგრამ ეგ ისტორია ან მოხდა კი არა. არ არის ორი ლარის გადამხდელი. არის ლოგიკა მაგაში. იმან უთხრა, გაინახე როგორ იყო ლარად აყავდა და ლარის დამემატება ბენზინზე ვარ და წავიდა მაგრამ აი ეს შემთხვევაში როცა ფუძეზე ერთხელ სიმართლე წერია და მეორე მხარეს გააჩნია როგორ ამოიღებ ხო? შეიძლება როგორ წერია ერთი სიმ და უილი. ეგრე წერია. სუილი საითკენ მიყავს საუბარი. ტიპი რას გვატყვევს ხან რომ თვალმა რამხელა იმოსგავა რომ 20 თეთრიანი თქო ჩვეულებრივად ადის და 2 ლარიანი და სავიდო და 10 ჯერ უფრო სწრაფად 10 ჯერ ეგ განზრახვა მქონდა. ამჯერა ანუ 2 ლარიანი ჩაგდე ანუ ხედავდი რომ ორიანი იყო განზრახ ჩავაგდე იმიტომ რომ აი ნასვამი ვიყავი და აი მიჭირდა ტუალეტში მინდოდა რა და მეთქი სწრაფად ავალთქო და მე ვაფშე სხვანაირად სახლში ტუალეტიც მაქვს ეგე ჯერ სახლიც მაქვს მაგედან დავიწყე არა კაცო შეიძლება სხვის სახლში მიდიოდა რა პრობლემაა ანუ მარტო ერთხელ მოგინდა ტუალეტში თუ არ იყო ეგეთი შემთხვევები კიდე იყო მაგრამ ამ შემთხვევაში მაგას საყრიდი რატომ მატაინებს საუბარს მაგრამ უკვე ცენტებზე გადავდიოდი გააჩნდა რა როგორი იყო 2 ევროიანი ხო არ იყო გიო გაქვს ეგენი ერთმანე იმენა 2 ლარიანი იყო და აქ ახლა ფურცოზე აქ თავარი არის ამას ისი თქმა უნდა და აქ ამ მენტალური პრობლემა აქვს რაღაც ხო ამბობდი დებილია თქო რამდენი ხალია ამას არავინ არ მიჯერებს კაი ანახე ყველა შედეგი შენი აზრით აქ რა წერია აბა ჩემი აზრით სიმართლე წერია მე შეგრე გონია სიმართლე წერია მაგრამ მე ვაიდა რა ხო მაშინ შენი აზრით და მან რამდენი ხანია ცხოვრობ მთელი ცხოვრება ნაცხოვრობ ხო მთელი ცხოვრება მოგწო ბევრჯერ იქნებოდა ამას 2 ლარიანები ლოგიკურად მაგრამ ერთხელ ცადა ნახე და აღარ გაურისკია მე ან შეიძლება კიდე გაჭედილია ლიფტის ვერ ამოვაქვთ იმას ექსკალიბური 2 ლარიანი იყო ექსკალიბური ელოდება მეფე არტური მეზობელი სომეხი არტური ვიწყავს ისაფეთქე ჩალი შემაგარეს აქ წესით უნდა იყოს აფია მე მის გამოცნობა მინდა და სიმართლე იყო ხო აქ რა წერია ეგ მაინტერესებს ეს ტიპი არ მაინტერესებს ხო ნახე აქ წესი აი იმენა აი ესი შემთხვევა ხალხო რომ 50-50-ზე რას ნიშნავს? ნუ დარბაზ დახმარება აიღე. ხო. ანუ ალბათ ყული უნდა იყოს რა. ანუ ხო შეიძლება კერძო სახლში ცხოვრობს, ვაფშე და უფრო გვებლატავება რა, კერძო სახლში ცხოვრობ და აი და გატყუებ მაგას. მეხრეზე ავდივარ ჩემ კერძო სახლში. სამსხლა სართულიანი კერძო სახლი. ჭანტურა თაუელში რო ადი. დეტა აურა გაიცო. ამან რაც მოყვა, იმენად ყული არის. просто თემა არის აქ რა დიდი ჩუწერია. ხო და ალბათ ყული იქნება რა. ყული იქნება. ეგ უნდა ესაც ხო ტყუილია სიმართლე რო წერია. ანუ შენ მუღამი ქონდა სიმართლეა ტყუილი ჩაგედო თორე ისტორიის არ ამჯერა. როგორ შეიძლება მართალი? არა მეც ეგრე მგონი. მოკლედ ეხლა ეს ვამბობ სიმართლე არის. ხო. მაგრამ მე შემდგომ მივხვდეთ ტყუილია თუ სიმართლე. თავისთავად. მოკლედ დავლიეთ, წავედით სადღაც სოფელში, იქაც დავლიეთ და იქიდან მე რო წამოვედით გზაშიც ვსვავ მე. მე ხო იცი მანქანაში დარება არ ვიცი. არც პრავა მაქვს არაფერი. და ეხლა კითხვა რა არის? დავლიეთ ბევრი, წავედით სოფელში დავლიეთ გურჯაანში. და გურჯაანიდან მოვდივარ სახში მანქანით მევზივარ რულზე. ხო. ეს სიმართლე არის თუ ტყუილი. და ხო, აქვე გეტყვით ვინა რომ გავამძაფროთ რომ გატყუებ თუ არ გატყუებ. მინიმუმ 160-ით მოდივარ. ხო. საჭესთან ცხოვრებაში არ ვჭდა. პირველად დაჯექი იქ საჭესთან. დაჯექი გურჯაანი და გატიალებული მწვანე და თან მექანიკა იყო. ავტომატიკა. მექანიკა და ეხა ეს ატრიალი არ მინდა რა. დაახლოებით რამდენი წლის წინ იყო? რავი 1-2 კვირის წინ. სიმართლეა. ძალიან ცუდი ისტორია ხო. 0.00 რაღაცა წლის წინ. კაი, რა მანქანა იყო?
რა შესაძლოა. რაღაც ითხოვ უნდა დაგაბნიო, აი, მაგას უნდა ვიპასუხო ხოლმე, თუ გაქვს სურვილი, თუ არა გაქვს, რა თქმა უნდა. მე ვიპასუხე რა მანქანა. მაშინ ამას კითხო. ზური რა მანქანა იყო? მე მაინტერესებს იგი. ანუ დამაჯარი უცხოური იყო თუ? ქართული არის. ხო, ანუ ქართული წარმოების რენს გეკითხები თორე ის არის. სიმოს და ის წარმოებს ესე რომ მოყავს. აი, საიდან კონკრეტულად გურჯაანიდან მოდიოდი თუ რომელიმე სოფლიდან? ანუ გურჯაანიდან ალბათ ჩავთვალოთ რომ უკვე ტრასაზე რო გამოვიდით მე. აჰა. ხო. რასაზე? მარტო იჯექი? მანქანაში მარტო იყავი? არა, მარტო არ ვიყავ. ვიღაცა მოყავდა. ისიც მოყავდა. ის რატო არ დაიჭდა შენზე მთრალი იყო? ის ძალიან მთრალია. ის შენზე მთრალი. რატო გაჩნდა საჭიროება რომ მაინც და მაინც იმ წუთას უნდა წამოსულიყავით? ხო შეიძლება გამოიძინო რაღაცა და მერე წამოხვიდე. საჭიროება იმიტომ გახდა რომ ამ ტიპს ვთხარი რომ პრავაზე უნდა გავიდე მეთქი და ქალაქი არ ვიცი მეთქი და აი თუ ქალაქი არ იციო მოდიო. კარგი დრო არისო და ნასვა მიხარო და მოდიო ახლა დაჯექიო აი. აუ ისეთი ისტორიაა, მე არ მოყვებოდი ახლა ამ ისტორიას იმდენი ხალხი გვიყურებს ახლა. ხო, იცი რატო? იმიტომ რომ შენ ხარ და მე. ეს გააგეთ. შენ ხარ მე. კარგი. ბევრი ფაქტორი იყო, რასაც არ იტყოდი. აი რა, მაგალითად ის რომ ნასვა მიიჯექი საჭესთან, მეორე ფაქტორი არის ის რომ უმართვის მოწმოდ იჯექი საჭესთან, მესამე ფაქტორი იყო რომ სხვამ დაგსვა თავის ძალიან უმართვის მოწმოდ. მართვის მოწმოდ გარეშე. პაზლობთ. დაახლოებით 1-3 ჯარიმა არის ეგ და მან ყველაფერს არის თავი. ჩემი აზრით. თუ გინდა სიმართლეს ვიტყვი. თუ ის სიმართლე. მაშინ სიმართლეა. მე რატომაც მგონია რომ არ გარისკავდი რა რაციონალური ადამიანი ხარ ნასვამობაშიც ინარჩუნებ რაციონალურობას ასე მგონია იმიტომ რომ ახლაც ხო თქვი რომ როგორც არაფხიზელ მოვიდა საკმაოდ რაციონალური ხარ და მგონია რომ არ გარისკავდი. გიყვარს საკუთარი თავი, გარშემო კახეთი და ღვინო რომ კიდე დალიო და ეხა 160 რატო გაურისკავ? შენი იმედი მაქვს მიდი. ბიჭო მე ძმაო როგორც ეს ადამიანს მგონია რომ იმიტომ რომ გარისკავდი რა. იცი რატო გარისკავდი რომ მე ერთ-ორ კვირაშიო ცუდ მეგობრებთან მივალო და ამ ისტორიას მოუყვებიო. ეგენიო ვერ მიხვდებიანო. გაიგე მანქანა ატარე არ ატარე ეგ მეორე ხარისხოვანია. შეიძლება ვაფშე არ გიტარებია მანქანა. მაგრამ ეგ ისტორია არის სიმართლე. რა მოვიდა სიმართლე. ვაა. ოჩა. ძალიან კაი გაცემა არის ის რომ იციან ხოლმე ბაზარი. ის რომ საერთოდ რაღაცა ясნია ეგ თავისთავად და მართლა კაი გაცემა არის, მართლა გულით ხა. კაი გადაცემა გამოვიდა მე მგონი, რასაც დიდი მადლობა ყველაფერს. მართლა კაია გამოიწერეთ არხი, იმიტომ კი არ რა ის რო ვამბობ რომ აი გამოიწერეთ არხი. ანუ ოფშოჩი ხომ მაინც არ კიდია გამოიწერეთ, თუ არ გამოიწერეთ, მაგრამ მართლა კაი თემაა რა. მაშინ ზუსტად იგივე ლოგიკით არ კიდია გამოიწერეთ თუ რა ზურმარილს. გამოიწერეთ მართლა. სადაც გაცემაში არის რომ მიხვალ ხოლმე. და გადაცემა რომ იმის ბექგრაუნდით სასწაულს სამხეარებლად რომ გესიამოვნება ადამიანს კი ბატონო მისვლა რა. როცა მოიცალო, მოკლედ მოდი ჩავწერე. კი ბატონო. თუ არა ისე მოდი და რა ვიცი, ჩემთან მოდი მომარტოლებიასთან კი არა, გიო ჩემთან მოდი ისევე და გიოსთან არ მიხვალე, შენთან არ მოყვა რატო წაახალეს. რა გაუბაზეთ? დიდი მადლობა, всё, ეგ იყო. აბა კარგია.